ჩვენ ვართ 20,000-ნი. და ძალიან მიხარია. ყოჩა. მადლობელი ვარ თქვენი. 10 თვე არა შემოვედით აი ეს რუფასონად გუშინ ვნახულობდი YouTube-ზე და რავი, ჩემთვის ახლა ამ კონტენტისთვის დიდი ვის არის რა. ძალიან მაგარია. მიღწევ, მაგრამ ესეთი კონტენტი მაინც სპეციფიურია. დიდი მადლობა ყველას მოგლეთ რა. დიდასაც და მამასაც ყველას, რომ ის დღეს შედგა და ეხა უკვე გვინდა 30. აი პატარ-პატარას ვითხოვ 100 და 200 ჯერ არ ვითხოვ რა. 30. შვენიერი იქნება. დღეს ჩემი სტუმარია რუსკა მაყაშვილი. არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის რა ქვია ქართულად თოვლის ბებია თუ ვინ იყავი? ახლა უკვე ბებია სავარაუდოდ. ახლა თუ დამიძახებენ ფიფქია ქვია ქართულად. ფიფქია. ჩემ ბავშვების ფიფქია. ახლა უკვე ბებია. თოვლის ბებია. ახლა. თორე შენ ბავშვობაში ფიფქია ვიყავი მე ხო? არა, ეგ არ მიგულისხმია არც ერთი წამი. უბრალოდ ვერ გადავთარგმნე რა, სნეგურაჩკა რა არის. ბებია რატო გაგახსენდა სნეგუროჩკაზე? თოლის ბაბუასთანაც რო იყავი და მე მივხვდი. თოლის ბაბუას ხო გვერდზე გერლფრენდი ედგა ახალგაზრდა. ყოველთვის. ეს ბებია გეგონა ხო ბავშვობაში? ხედავ შენ. ცოლია, ესე მეუბნებოდა მამა. კარგი. და მაგიტო, მაგრამ შვილიშვილიც მეგონა რაღაცა. კაროჩე, ნაშა. შვილიშვილი, ანუ იცი, ჩვენ გადავაქციეთ ნაშად, თორე შვილიშვილია ისე. გასაგებია. კაი. ვინ ხარ მაშინ როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? აიმე. ამ ბოლო დროს შემიყვარდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მაგრამ ესე არავინ ანუ ძალიან მძიმე ხასიათის ქალბატონი. საკმაოდ. საკუთარ თავთან მარტო დარჩენას ვერ ვახერხებ ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ მცალია მაგისთვის. ანუ ძალიან დაკავებული ვარ, რომ ეხლა კიდე ცალკე. და თან overthinker-ი ვარ, ანუ თუ დავიწყე ფიქრი, ძალიან შორს მივდივარ და მე ძალიან დამღლელია ჩემთვის რა, ესეთი რაღაცები. ამიტომ ვცდილობ, რომ აი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და რაღაცა ჩემი თავის კომფორტის ძებნა და ჩემ თავთან რაღაცა რა ქვია იმას, რომ ამბობენ, ჰარმონიაში ყოფნა და ეგეთ რაღაცებს არ უყვირდები რა. ძალიან ჩვეულებრივად მარტივად ვცხოვრობ. მაგრამ თუ რჩები საკუთარ თავთან მარტო, ესე იგი ძალიან ხო YouTube-ზე ვარ ყველაფერს ლაპარაკი შეგვიძლია. ანუ ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე რა. აი მაგას როცა მომდის და ეგ დრო როცა დგება, ჩემ ცხოვრებაში რომ მე საკუთარ თავთან მარტო დავრჩე და მინდება ამის გაკეთება, ანუ ესე იგი ძალიან ცუდად არის საქმე. ესე იგი დეპრესია იწყება. ძირითადად აი დეპრესიით ვამთავრებ ხოლმე რა. და ანუ არ გიყვარს ზოგადად ეს შენ თავთან მარტო დარჩენა? არა. და რატო შენ? ანუ ძალიან მეზარება, ძალიან დასაზარია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა რა. რატო? მოსაწყენად მიგაჩნია შენი თავი? არა, მოსაწყენი საერთოდ არ მგონია ჩემი თავი, მაგრამ შენი თავისთვის ისე ჩემი თავისთვის ხო, აი ნახე, არა, მივხვდი რასაც ამბობ. არა, უბრალოდ მეზარება, აი როგორ აგიხსნა. იმდენად ბევრს ფიქრობდი ხოლმე, რომ აი მაგალითად გამითენებია ღამეები. ჩემო პედაგოგმა მასწავლა, რომ ანუ ფიქრს აქვსო ძალიან ძლიერი შრეები აქვს რა, ანუ იწყებ შეიძლება ფიქრს, რომ აი მე ფეხი როგორ მტკივა, ხო? აი ფიქრობ, რომ აი მე ფეხი მტკივა. და ამ ფეხის ტკივილი და შეიძლება გადახვიდე ისეთ ფიქრებში, თუ ჩააჭერ რა. ხო და ეგ ჩაჭერა მჭირს რა და იცი რამდენს ვფიქრობ, ანუ მართლა ძალიან დამღლელია რა. აი ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვინც ისედაც ძალიან ემოციურები არიან და ყველაფერზე ისტერიკაში ვარდებიან და ყველაფერზე პანიკაში ვარდებიან და კიდე ეს შვილები დამემატა, შვილების საფიქრელი დამემატა და კიდე აი ეს ფიქრები და ეს პერიოდი მე რომ ჩამithრია და რომ მივხვდი რომ ანუ უბრალოდ ძალიან დამეღალა ტვინი ამდენი ფიქრისგან, სისულელეებზე ფიქრისგან რა. მარტო საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც ეს ყველაფერი მივხვდი რომ ძალიან დამღლელია რა. და მართლა მეზარება. ეხლა უკვე მეზარება და ახალი ჩემი წესი მოვიგონე, ესე ვაკეთებ. მართლა. იცი როგორ მეხმარება? აი რაღაცა ერთ წამში ვაკრობ ყველაფერს, აბსოლუტურად. მე მაგას ვაკეთებ, როდესაც ძალიან ბევრი მაქვს სამეცადინო, ან ვარჯიშის დროს მტკივა კუნთი ან რაღაცა თავს ვაძლევ და ამას ვაკეთებ და ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ არა, მე აი ფიქრებს ვაგდებ. არა, ვაგდებ, ხო აი პირდაპირ ესე თავიდან აგდებ. აი თითქოს თავიდან აგდებ, ხო სისულელია ესე რო ვაკეთებ და ერთ პერიოდში ესე ვაკეთებდი, რომ ეს ფიქრები ამომეგდო თავიდან. მე რაღაც ამის დალევა დავიწყე, რომ მომაც დამიბლოკა ეს ფიქრები და საერთოდ ეხლა ეს არ ვაგდებ თავს. ესე ვარ. ისეთია ფსიქოტროპულია თუ? არა, ანტიდეპრესანტია, ფსიქოტროპული ისე არა რა, ესეთი მარტივი ანტიდეპრესანტებს ვსვავ, მარტივი. და გადასარევად გქნობ თავს. იმიტომ რომ ჩემნაირია overthinker-ი ადამიანისთვის, overthinker-ი.
დაწერეთ მე ხა დაიწყეთ ლანძღვა. ესე რა ქვია, ჩემ როგორ თქვათ აბა overthinker-ი? ზედმეტად მოფიქრალი? ზედმეტად მოფიქრალი ადამიანი. ხო, მირჩევნია რომ აი წარმოგიდგე, სადამდე მივედი, რომ წამისმა დავიწყე რა, რომ არ მეფიქრა ბევრი. რომ სადღაც ეს ფიქრები გაჩერდეს რა. ყველაზე ცუდი ფიქრები რა არის, რაც გაწუხებს? რაც შეგიძლია რომ გვითხრა? აღარ მაწუხებს არანაირი ფიქრები. აღარ გაწუხებს, აი რა არ გინდა რომ შეგაწუხოს რა ფიქრებმა? რა ფიქრები არ გიყვარს რომ მოდის შენამდე? ან რა ფიქრებამდე ხვდები რომ ის ცუდი ფიქრი შეიძლება მოვიდეს და უკვე აჩერებ? აი ნახე, აი როდესაც აი ნახე ფიქრებით მივსულ ვარ ისეთ პანიკურ შეტევებამდე, რომ მაშინ შევარდი აფთიაქში, შევარდი მიშველეთ, თქო. აი უცებ იღება კარი და მეშველეთ, ასე შევარდი აფთიაქში და ძალიან გაკურებული მე რა გინდათ და რა მეხტკივა და არაფერი არ მგონია, რომ მეშველეთ, აი ესე ყვიროდი. აი რაღაც აი არ ვიცი როგორ აგიხსნა. აი რაღაც ფიქრებამდე მივდივარ და მე ამ ყველაფერს ისე ვიჯერებ, რომ აი მე თან ძალიან მჯერა რა ესეთი რაღაცები ფიქრების და ულში ჩაკავს საკუთარი თავი? ანუ აი როგორ აგიხსნა, ჩიხამდე მიყავს საკუთარი წარმოსახვით. ანუ სადღაც შენი რეალობა იჯერებ მე რომ ეს არის რეალობა და არ არის წარმოსახვა და ღმერთო ეხლა რა გავაკეთო? იმიტომ რომ მე იმ წარმოსახვაში ვთქვა თუ ღმერთმა დაგვიფეროს მარშრუტკა დამეჯახა და ვაიმე მარშრუტკა მეჯახებ რა გავაკეთო? ეს მე არა, ოღონდ ჩემზე არა. ჩემ ახლობლებს, ჩემ საყვარელ მეგობრებზე, ჩემ შვილებზე, აი ამაზე ვიწყებ. ჩემ თავზე კი არ ვიწყებ, რომ ჩემ თავზე, ანუ საერთოდ არ უნერვილობ, მოვკვდები თუ არ მოვკვდები და მეწყინება თუ მეთკინება რაღაც. არა. აი ეგრევე ისტერიული შიში მეწყება, რომ ჩემი ახლობელ ადამიანს, ჩემ პირველ რიგში ჩემ შვილებს რამე არ დაემართოთ და თან ძალიან მჯერა ფიქრის ძალის რა. აი ისტერიულად მჯერა მართლა და ანუ როდესაც რაღაცას ძალიან გაიფიქრებ, აი შენ და ეს იმდენად თრგუნავდა, რომ აი ისე ცუდად გამختار მართლა და მე ეს პანიკური შეტევები რომ გამიხშირდა და ისეთ ადგილებში გეწყება, ხო იცი, ანუ თუ ქონია ოდესმე პანიკური შეტევა, არ ვიცი. ანუ ისეთ ადგილებში გეწყება, რომ ანუ სადმო წახვიდე ვერ ხვდები რა, ანუ პირდაპირ ეთერში რომ გადიხარ X ფაქტორის პირდაპირ ეთერში, ანუ და ჩემი სახელი და გვარი თქვა და გავდგინდა ბიჭი და დამეწყო პანიკური შეტევა. ანუ თავდება ყველაფერი ეგ დროს რა. და იწელება თან ძალიან, მაგრამ ის 5 წამი არის ანუ დაუსრულებელი. ხო და მივხვდი რომ რატო უნდა ვებრძოლო ხა ამ პანიკურ შეტევებში. მე მივხვდი რომ ჩემი თავი მიყავს ამ ფიქრებით, ამ ყველაფრამდე. ხვდები? აი მე ხა და მერთან იჭვიანი ვარ, ოღონდ საყვარელი ადამიანის მიმართ კი არა, ანუ მამრობითი სქესის მიმართ კი არა, მეგობრების მიმართ ვიყავი ძალიან იჭვიანი, ხვდები? ეხლა ამან ანუ რაღაც სისულელეებს ფიქრობდი და მივხვდი რომ აი გეხვეწები რა მართლა ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე და კიდე ხამ ფიქრებმა რო გჭამონ და მოდი, მაგრამ იცი რა, თან ისიც იყო დამეხმარა, რომ სამშობიარო ბეიბი ბლუზი დამეწყო. და აი მაქედან წამოვიდა საერთოდ მე კიდე მაგან ჩააჭირა საერთოდ ყველაფერს და მე მივხვდი რომ წამლები არის გამოსავალი, წამალი და ექიმი არის გამოსავალი. ეხა გაქვს უფრო გამძაფრებული თუ არა, ეხა შემოხედე რა გადასარევად ვცნობ. არა, ეხლა საერთოდ არც პანიკური შეტევები არ მაქვს. არაფერი არ მაქვს საერთოდ. საერთოდ, ანუ ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ. მაგრამ იყო ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა. მე სანამ თან ხო გონია რომ ჯამთელი ხარ და კარგად ხარ და მე თან ხო ავად ვარ რომ ყველაფერი მე თონდა ვაკეთო. კაციც მე ვარ, ქალიც მე ვარ, სიტყვა დავიღალე არ არსებობს ჩემთვის, ხვდები და ანუ ვერ ერევი. და როდესაც ცუდად ხარ, არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი და მეგობართან დაждდომა და ტირილი რომ ვაიმე ძალიან ცუდად ვარ რა. ამას ყველაფერს მოგიყვები. მე მოგიყვები, აი კი, ხო. და მე თვითონ მჭიდაობ ყოველთვის, რა მთელი ცხოვრება. აი მე თვითონ არ დავიღალე, არა, მაგრამ ხანდახან ხო მართლა და ხო შეიძლება თქვა და რატომაც მიტყდებოდა იმის თქმა, რომ ძალიან დავიღალე. ძალიან, ანუ ეხლაც მიტყდება, რომ გითხრა რომ ანუ არ ვაღიარებ არასდროს რომ დავიღალე. მგონია რომ ყოველთვის ყველაფერს შევძლებ, ყველაფერს მოვასწრებ, ყველაფერს გავუმკლავდები. და აი ჩავაჭირე და რომ ჩავაჭირე, მივხვდი რომ აი გამარჯობა, რუსკა აღარ გამოგდის არც ჩაჭერა და მენტალურადაც ვეღარ ქაჩავ და თან ეს პოსტსამშობიარო დეპრესია დამეწყო, რომელსაც ძალიან მაგრა ვეჭიდავ, მაგრამ არ გამოგდა. ბოლოს ცემატყებით მიმყანებს ფსიქოლოგთან, ჩემი მეგობრებმა და მადლიერი ვარ ძალიან ამისთვის რა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ფსიქოლოგთან მისვლა და დახმარება და ამასთან ჭიდაობა რა და მე ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს დავეხმარე, იგივე ბეიბი ბლუზი ვისაც დაეწყო. პოსტსამშობიარო დეპრესია, კარგი. ხო, აი პოსტსამშობიარო დეპრესია ყველასთან სიმპტომებით გავს ერთმანეთს. კი, აბა დეპრესია. ერთი და იგივე სიმპტომები. აი უბრალოდ არაფერი არ გინდა. არც მოტივაცია არ გაქვს. არა, მოტივაცია არ გაქვს. აი როგორ აგიხსნა, აი ხო არსებობს დეპრესია და აი წინ ვერ იყურები, ვერ ხედავ ამას, აი ცოტა PMS-ის პერიოდი რო არის ხოლმე, მე PMS-ის პერიოდიც ეგეთი რთული მაქვს 10 დღე, აი ვერ ხვდები რატო გავჩდი ქვეყანაზე და
ისე აი ნაპატია რომ გაწყვეტინებ და აი რატო გჭირს ქალებს ეგ არ ვიცი რატო და რა დავაშავე აი ჩემ თავს ხანდახან ვახსენებ ნანკა დაიმახსოვრე ეს შეგრძნებები იმიტომ რომ ზუსტად ერთ თვეში იგივე შეგრძნებები გექნება და გთხოვ არ გეგონოს რომ სამყაროს დასასრულია ყოველ ჯერზე მავიწყო და ყოველ ჯერზე მგონია რომ სამყაროს დასასრულია და არაფერს აზრი არ აქვს და მე არავინ არ ვარ და მე შემნაირად გამძაფრებულად გაკ კი რომ ბევრს ცხვებს ასოქს არა ანუ აი ერთი კვირით ადრე მეწყება ეგ 10 დღით ადრე იწყება ჩემი ჯერა სუდად გძნობ თავს არც ჩემი კანი არ მომწონს არც ტანი ვინ ვარ საერთოდ რას მივახციე აი გამარჯობა როგორ ხარ გავიცანით ერთმანეთი როგორც კი ხო მაგრამ მე იცი რა ესე რომ ლაპარაკობ ამ თემაზე და მე ვიღაცებს რო ვეკითხები გიოჩემ მეგობრებს ესე მძიმედ არ აქვს რა აი და ყოველ ჯერზე მართალი ხარ ყოველ ჯერზე მავიწყდება რომ აი რაღაცა 10 დღეში დამთავრდება ეს ყველაფერი და წარმოიდგინე ახლა ბეიბი ბლუზი რა გამძაფრებულად მქონდა დიდი ხანი იცი რა ისევ ჩემი ბრალია რომ დიდი ხანი გაგზავნა იმიტომ რომ ხო ყველაფერი კარგათანია ხო ყველაფერი კარგათანია მაგრამ არის ყველაფერი და ამ დროს აი გამოვდიოდი და მეგონა რომ იქ ვიღაცა შემომივარდება ახლა სახში მეგონა რომ ახლა სახს ცეცხლი წაეკიდება ანუ გიჟი ესე რომ ახსენდება ჩემი თავი გამოვდიოდი ხოლმე ოთახში და ბავშვებს რომ დავაძინებდი კატო მაშინ იყო 2 თვის წარმოიდგინე და 2 თვის თავზე მგრიჯა და დავაძინებდი ბავშვებს და მაშინ წამოვედი სახლიდან 2 ბავშვით და კატოთან ზუძუზე მყავდა და წამოვედი და ანუ თან მუშაობდი ძალიან ბევრს ანუ შვებულებაში არ გავსულვარ გავაჩინე 2 დღეში 2-ჯერ გავედი და ეს გამოვიდოდი და ბავშვს დავაძინე გამოვიდოდი ხოლმე ამ სახლში ნაქირავების სახლში და გამიხსენდი და ეს ვეძებდი რომ ეხლა ვიღაც შემოვა ეხლა ლიფტთან ლიფტის ხმა ისმოდა ეხლა ლიფტი და ეს ლიფტის ხმა სულ მესმოდა ეს ლიფტის ხმა თან ლიფტის ხმა რაღაც განსაკუთრებულად არ მიყვარს იმიტომ რომ ბავშვობაში ვხედავდი ხოლმე სუეცი და იგივე სიზმარს რა ლიფტის იმეებს რა რელსებს ვხედავდი სულ და ანუ მარტო ლიფტის რელსებს ვხედავდი ანუ დაუსრულებლად ეს სიზმარი იყო რომელიც სულ ვხედავდი რა ანუ არ ჩერდებოდა ვერ ვიტან ამ ლიფტის ხმას ანუ ლიფტში შესვლა და იმის კი არ მეშინი ანუ მარტივად უდგე მაგრამ აი ეს ხმა აი ეს ხმა და ეგ მახსენდებოდა და თქვენ ეს ბავშვობაში რომ სიზმრებოდა ეხლა მიხდება ესე იგი რაღაცა დამესიზმრა მაშინ იმიტომ რომ სიზმრებთანაც ჩაჭერილი მაგ და ანუ ჯოჯოხეთი გავიარე, მაგრამ ნუ იგივე მივედი რა ფსიქოლოგთან და მითხრა რომ რატო აი რისი გულისთვის წვალობო? ანუ რატო აწვალებო შენ თავს? და დავიწყე დალევად საკმაოდ ესეთი ნორმალური ანტიდეპრესანტების და ვაგრძელებ. დიდი ხანია სვა? 4 წლის ხდება კატო 4 წელია სვა არ არსებობს არ ვერ დავანებებ თავს. ანუ დამოკიდებული ხარ ეგრევე? დამოკიდებული არ ვარ. ნახე არ იწევს შეცვლებას ჩემი ანტიდეპრესანტი, უბრალოდ მე ესე მშვიდად ვარ რა. ხო, მე ანუ სადღაც კიდე რომ გამიმეორდეს ის პანიკური შეტევები, რაც მიმეორდა, რაც ხშირად მქონდა და ანუ სხვათა შორის გამიმეორდა, აი 3 დღე ვერ დავლია ჩემი წამალი. იმ წამალს ხომ მოხსნა უნდა ცოტა გამოიწვია რა თან? ხო, ეძახდი, რომ აი ეხა მოვა ეს. აბა რა ვქენი, აი ეს მაგას გეუბნები, აი რას ნიშნავს ჩემი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ნიშნავს იმას, რომ რაღაცებს გამოვიწვევ ჩემ ტვინში ისეთ რაღაცებს. აი ყველა სხვა რაღაცნაირი ტიპი მგონი ვარ ძალიან ზედაპირული. არა, ამ დროს მე არ ვარ ძალიან ზედა, მე საკმაოდ ღრმა ვარ. ხდებით? ანუ ხუმრობ, მაგრამ ნუ აი ყველას რაღაცნაირი ისეთ ტიპი მგონი ვარ და არ რეალურად მივედი იქამდე მივიყვანე ჩემი თავი, აი მარტო საკუთარ თავთან მარტო დარჩენით მივედი იქამდე, რომ დავჯექი ანტიდეპრესანტებზე, კარგზე. და კარგად ვარ ახლა ძალიან. შვიდად წნარად, კარგად ბზინავს, კარგად ღვიძავს, ყველაფერს ვასწრებ, ვარ პროდუქტიული, ვარ კარგი დედა და ასე შემდეგ. მორჩო, არ დავანებებ მე წავლის ტალენტს. და შენ თავთან მარტო დარჩენა რო არ გიყვარს, ეგ პრობლემა საერთოდ არ ქმნის შენთვის. აი მე მაგალითად გავაფრენდი ჩემ თავთან მარტო ყოფნა რო არ მიყვარდეს. ხო, არ ვიცი, მე ეტყობა ისედაც არ მიყვარს მარტო ყოფნა. მე იცი რა მიქნია და ან ადრე მქონდა რა მე ეგ პერიოდი, როდესაც საკუთარ აი ძალით მართლა გემ რო ვიცოდი რომ 1 საათი თქვათ სახლში შემიძლია მარტო ვიყო, არა. სანამ აი ესე არ ვიქნებოდი, მეგობართან ვიჯდებოდი. აი საქმე მოლეული ყველაფერი მეგობართან და აი ოღონდ გავიჯდა და სახლში რომ მივალ ეგრევე დავიძინე. ოღონდ ფიქრი არ დამეწყო რა. და მე მივხვდი რომ რაც უნდა გავაკეთო, პირველი ეგ არის რომ უნდა დავიწყო ფიქრი და იყოს საშინელება. საშინელება რა, შენ გაუკაჩე ეთყობა, მე ვერ უკაჩავ. აი ესე ბეჯექი და აი დედას მტირობდა. აი ვაფშე თავს არ მანებებ და ისეთ საშინელებებს მეუბნება და ისეთ საშინელებებს მაკეთებინებ მართლა. მაგრამ აი ვეჯექი 2 წელი. 2 წელი ღმერთო. ხო, 2 წელი ვეჯექი სახლში. ჩამსვა. მე მე რა თქმა უნდა ხო წამლებით ცოტა მოვახმარეთ, იმიტომ რომ დედა ჩემი ამას არა, ხო. просто არ ვერ უყურებდა დედა ჩემი ამას. ხო და
მე გამომიყვანა. გამოგიყვანა. ანუ იპოვე შენ თავთან რაღაცა ის რა, კომფორტი, შენ ფიქრებთან იპოვე კომფორტი რა. მე პროსტა ვერ ვაკეთებ, აბა ძალიან სუსტი ფსიქიკა მაქვს. ხო, ეტყობა. მაგრამ ეგ ცუდი არ არის. შენ გამოსავალი იპოვე. სუსტიც თან მე მგონი არ ხარ და რატო? ახლა ნახე, შენ აღიარება იმის რომ რაღაცაში. რომ სუსტი ვარ რაღაცაში. დახმარება გჭირდება. ვერ იტან. არა, არ მინდა. მაგის აღია ხო? სულ ამბობ რომ ყვერები მაქვს. და გაქვს? და მიხარია. უხილავი ყვერები გაქვს დამიჯერე, ყველა ხედავთ მაგ უხილავ ყვერს. ხო და უხილავი ცალი ყვერი. ხო და იცი რა არის? როგორ მიყვარს YouTube-ი? აი ამიტომ მიყვარს YouTube-ი. ამიტომ წამოვედი ტელევიზიიდან. კიდე რამხელა სიამოვნებაა რომ YouTube-ზე დაждები და რასაც გინდა ილაპარაკებ შვიდად წყნარად. ხო და ნახე, აი ეგ არის, ეგ მჭირს რა. მე ტიპი ვარ ესეთი რომ აი ბევრი წამლების დალევა მიყვარს ხდები. აი რატომ აცრებს ვიკეთებ ძალიან ბევრს. აი რატო უნდა მტკიოდეს რაღაცა, როცა შეიძლება რომ 2 წამში აღარ მტკიოდეს, ხდები? ანუ ეგრევე დავლევ წამალს. ეგრევე წამალ ავიცრებით 16 ჯერ, 4 ჯერ გავიკეთე კოვიდისაც რა, ანუ ვეღარ უბრალოდ გამიკეთეთ, ანუ მინდა. ბავშვებსაც ვცრი ყველა, ანუ ხო ხდები მე ამიგორეს ეს რაღაც ტალღა რომ ეს არის რაღაცა ეშმაკისეული კალენდრო, აიცერით, აი ეს უყიროდი ყველა კუთხეში აიცერით. ვიცრები ყველაფერზე, გრიპზე, იმაზე, ამაზე, ანუ ხო ხდები აი რატო რაღაცის ის თუ შემიძლია პრევენცია მოვახდინო, ვაკეთებ რა ამას რა, რომ აი არ მეტკინოს არ მეშინია ტკივილის. ეხაც ვამბობ რომ ანუ რანაირად მშობიარე ორჯერ რანაირად გავაჩინე ბავშვი მე თვითონ ვერ ვიგებ ანუ იმდენად აი ამას რო აკეთებენ ანუ გული იმდენად სენსიტიური და ისტერიული ვარ ხდები და ამიტომ რომ ავირიდო ეს ტკივილები ეს რაღაცეები ეგეთი ტიპი ვარ რა ხო და როგორც კი წამიღო ამ ფიქრებმა და როგორც კი დედამეტი რა მივხვდი რომ არა მართლა არა მაგრამ ხო იმის აღიარება ძალიან მიჭირს კი არა ამ აღიარება კი არა არ შემიძლია რა ანუ აი სიტყვა არ შემიძლიას რომ ამბობენ რა მემართება იცი განსაკუთრებით კაცები ვერზე ვარ მე ეგრე ვერ არა არ მოდი შევფიქრე აი ვერ რას მიშვება იცი ვერ ხო არა აქ მნიშვნელობა აი კი შეიძლება გამომყავი რომ განსაკუთრებით კაცები იმიტომ რომ მე თუ რაღაცა შემიძლია და არ არსებობს ხო ანუ აი ყველაფერს ვახერხებ, ხტები, აი ყველაფერს ვასწრებ, შულებს ვასწრებ, წავალ აქ, წამოვალ, იქ წამოვალ, ხო ხტები, აი არ არსებობს გაუკეთებელი საქმე, არ არსებობს მოუსწრებელი საქმე, აი ვერ, ხო ხტები, აი როდესაც რაღაცა გინდა და ვერს რომ ამბობ, აი ვერზე რა მემართება და იმდენად მეზიზღებ აი ეს ვერ, რომ აი კაციც რო ამბობს, რა აი ვერ თუ რა აი მზიძდები. არა, მე რა ვქნა, ხა მე რაღაცით ვანსხვავებ კაცს და ქალს და ფემინისტ კაც ვარ. მართლა ვარ ფემინისტი და გიზდები. მაგრამ განვასხვავებ რა. არა, მეც არ ვარ ის, რომ აი ხლა და ხო კაცი ვერს რო იძახის და კაცი მანქანას რო ცუდად ატარებს და კაც რო მართვის მოწმობა არ აქვს და კაცი რო აი რაღაცები მეც მაქვს ეგრე რა. არა, რა თქმა უნდა. ყველას აქვს ის, მაგრამ ის რო აი რაღაც მაგაში ანუ თანასწორები ვარ, ეგეთ რაღაცები. ხო, ანუ აბსოლუტურად ერთნაირად ვარ რაღაცებში, მაგრამ ანუ რა რისი გაკეთებაც მე შემიძლია და ამ დროს ის რო ამბობს ვერ, აი მან რა მემართება, იცი ანუ და ვერ ანუ აი მართლა ვერს რო ამბობენ. არ კიდე სხვა რაღაცაა რა. მაშინ თქვი რომ არ ეს დედანაქაჩი რა. ნახე ზუსტად მაგას ვამბობ ყოველთვის ვერ არ არსებობს. არის არ. ზუსტად. გამარჯობა. კიდევ ხო დღეს მე მგონი ძალიან ბევრჯერ ჩამოგართვა. სულ მეითი ვიპოვე. დღეს მე მგონი ბევრჯერ ჩამოვართვა ხო? კი, ეგრეა ხო. აი ვერ არ შემიძლია რა შეგიძლია. შემომხედეს დედანაქაჩი რამდენადაც რას ნიშნავს რა შეგიძლია. ნუ ეგ თან ის არის რომ ცოტა კაცების პრინცესობის ეპოქაში ვართ და მე ძალიან მოწუხებს იმიტომ რომ ანუ აქეთით ხოვენ ნუ აი მე ვარ მარს გამაშორები გამიგე და მეც არ შეთავაზობ მეც მაგრამ ნახე ესა რა ქვია მიუხედავად იმისა რომ არასდროს არ მიტყდება სიმპათიის გამოხატვა ჩემ ქმარს მე უთხარი მიყვარხარ თქვა თვითონ არ ვთქვამს მე მითხრა მაგრამ პირველი მე უთხარი ანუ პირველი და მე ადრე რო გაგიყვანდნენ სიყვარულს რო გიხსნიან ანუ მე გავიყვანე ფაქტიურად სიყვარულსაც ხო ხდები ანუ ეგს არც ერთი წამი არ
მეგოიმება და მექრინჯება რა ეგეთი რაღაცები პირიქით ძალიან მომწონს აი ესეთ რაღაცებში ხო და აი ესეთი რაღაცები მომწონს მე თორე ვაკეთებ ანუ ხო ხტები აი მე თვითონ რო ვდგავ რაღაც ნაბიჯებს რა ხო მაგრამ ანუ ის პონტი კი არ არის რომ ანუ კი რა თქმა უნდა მაგრამ აი არ ველოდები ხტები აი ხლა მომწერს ეხლა და მინიკავს აი მაგას არ ველოდები აი მინდება მივწერ აბა ხო ხტები ანუ ბიჭის კუთხით უფრო ბიჭურად ვიქცევი მაგრამ ეხლა ისეთი დროა რომ მე მგონი ძალიან ჩვეულებრივი კონტია ხო ეგრე მოვიქცეთ გოგოები დამთავრდა ეხლა ეს დრო. აი შენ მიწერ ეხლა შენ ქრაშს ადგები და მიწერ წამოსად ჭამოთ ან წამო დეიტზე დაპატიჟებ? ხო ძალიან კაი არა ეგ მაინტერესებდა რა. კი, ჩვეულებრივად ვთქვი რომ წამო არ გინდა რა რაღაცა. ხო, აი აუ კინოში გავიდეთ რაღაცა. ხო, ანუ შენ დაპატიჟებ დეიტზე ხო? მე ძალიან ჩვეულებრივი რაღაც მგონია ეგ. მაგრამ არის რაღაცები მაგ. აი დეითურ ხასიათს არ მივცემ. ცოტა ძმაკაცურად ვეთყვი, გაიგე? ხო, რომ სადღაც თავდაცვა ქონდა ჩართული, რომ აი ბოლომდე ახლა არის ფიქრობ. ფიქრობ. ძმაკაცურად ვეთყვი, რომ წავიდეთ. ახლა რომანტიკულ ახშებზე არის მე და გავუღიმებ, მე ცოტა რაღაცა ეგ რა ძალიან მაგრა ასწორებს არა? ხო. მაგრამ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვარ, ეგ მართლა იგდა და ძალიან რა პრობლემის წინაშე დგავ. მითხარი. ანუ არ კაცები არიან დღეს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ უმოქმედოდ იჯდნენ. კი. და პროცესს აკვირდებოდნენ. ანუ ურთიერთობის განვითარების პროცესს აკვირდებიან. თვითონ მონაწილეობას კი არ იღებენ. ხო და აი რა არის ვერ ვიგე. აკვირდებიან რაღაცა შენი მისი ოჯახი როგორ ყალიბდება ამ პროცესს, მაგრამ მონაწილეობას არ იღებენ. კი, ეგრეა. რა სამწუხაროა. მაგრამ წამოიწია მშობლობის თემა. კარგი უკეთესი მამები არიან. კი. რატო ხდება ეგ? ხალი შემომტანია. უფრო შემომტანი ეგეც არ ბოდიში რა ბიჭებო თქვენ ხედავთ რა მაგრები ვართ ქალები ნახე ანუ ეგეც არ მიტყდება სხვათა შორის აი თქვათ აი ჯერ არ დამიპატიჟები არავინ დეიტზე მაგრამ აი ეგეც არ დამიტყდება რომ აი მე დავუპატიჟო და მე გადავიხარ ხო ხტები ანუ აი ანუ იმდენად დაბალ დონეზე მაქვს ეს მატერიალიზმი ანუ არ გამაჩნია საერთოდ მე ხო იცი რომ წამოგეწევა უცებ მე არ მოგეწონება ამ კიდია რა ვქნა ანუ ეგეც მჭირს რომ მე თავიდან მე და მე მიხვდები რომ ის არაფერს არ აკეთებს იმიტომ რომ კაცები ეგეთები არიან რატომღაც რომ იჩვევიან და იფერებენ ამ სიტუაციას და მე თან შენზე ღიზიანდებიან მე გაღიზიან მე არ ღიზიანდებიან თან გახდებიან მე მიყვარს ანუ ამას იმდენად არ უყვირდები ძალიან არ ვიცი ანუ რაც საკუთარი ფული შევნა დავიწყე იმდენად არ ვუყვირდები მაგას რო ხო არ ვიცი რა ვქნა ეგეც ანუ აი რაღაცა უცნაური ხასიათი მაქვს რა და მე ხო გაწუხებს არ გაწუხებს არა ჯერ არ მაწყ აი ხა დავიწყე ხუმრობა ბოლო პერიოდში დამთავრდა მორჩა ახალი აქეთ მომიარეთ მაჭამეთ მარჩინეთ და ასე შემდეგ ვიძახით ხომ ვიძახი მაგრამ აზრი არ აქვს ანუ ნოლია უბრალოდ სხვანაირად ვერ ვახერხებ არ ვიცი რაღაც ამაში მგონია რომ რაღაც კიდე ძალაა კიდე ცალკე რომ აი რაღაცა შენ ანუ ვერ ხსნი აი როგორ აგიხსნა არ ვიცი რა რომ აი შენ ლავირებ ყველაფრით ამითით იმითით ბუდეს ქმნი და სხვებს კომფორტს უქმნია იმდენად მნიშვნელოვანია კომფორტის შექმნა ჩემთვის ადამიანებისთვის აი ყველა კუთხით რომ რა გითხრა რა მაგრამ ნახე რა არის ცუდი ღმერთმა დაგიფაროს არა ვერ დავიწყებ ყველაფერს გავაკეთებ რა და 0-ზე დაჭდა აი დღე და ხარ 0-ზე როგორ იგრძნობ თავს მენტალურად გული გამისკდება მეგობრებთანაც ოდნავ უფრო დაკნინებულად იქნები შენ თავთან შენი თავის აზრით არა შენ თავის აზრით რა კაია შენ თავის აზრით არა არც ერთი წამი რა აი იმდენად ჩვეულებრივად იგივენაირად გახვალგარეთ ჩვეულებრივად იგივენაირად მოიქცები ყველგან ყოველთვის ეგ არ მოხდება პროსტა ნახე ამას არც ვუშვებ რომ მოხდება ოდესმე ხო და აი პროსტა მაინტერესებს აი არ უნდა დაუშვა ეგეთი რაღაცა არ უნდა დაუშვა პროსტა რა მოვახერხებ მაინც რამეს, მაინც გავაკეთებ ისე რომ ისე იყოს როგორც მე მინდა. აი რაღაც მანიაკალურად დამემართა ისე რომ რაც მინდა, ისე უნდა იყოს. ეგ იცი რა საშინელებაა? რაღაცები მე ხა შორიდან ბავშვობიდან რასაც გაკვირდები, მგონია რომ ამ ქვეყნისთვის რა ყველაფერს მიაღწია, რასაც ამ ქვეყნისთვის ეს თუ მიღწევა და სამწუხაროდ ამ საცოდავი ქვეყნისთვის არის მიღწევა რა. ნუ რაც არის ეგ არის, ანუ ხო ხდები აი როგორ აი ყვები აი თითქოს აი მიუყვები რა დინებას რა რაღაც ვცდილობ რომ ყველაფერს აუყვე რა და რას ყვები და რას არ ყვები არ ვიცი რა ნუ ყოველგან ხარ ყოველთვის ხარ წლებია ხარ და ხარ ყოველთვის შენ სიმაღლეზე და ეს არის ძალიან დიდი რა კარგად მაქებ რა საყვარელი ხარ დიდი მადლობა და ვიცი რომ ამის უკან ძალიან დიდი შრომა დევს კი აბა არა გარდა ამისა ალბათ ძალიან ბევრი ტკივილი ცდებს
რაღაც იმედი აი რა კუთხით კი კაცო რამდენიც გინდა ძალიან ბევრჯერ დარწმუნებული ვარ შენ საერთოდ კარიერისტი მგონი ხარ უფრო ვიდრე ხო ანუ თუ კარიერაში რაღაცა პრობლემებია მგონია რომ პირად ცხოვრებასაც მე აუცილებლად ერხება შენ შემთხვევაში რა ანუ იქ უნდა პირად კარიერაში უნდა იყო კარგად და ყველაფერი კარგად იქნება ხო ეგრე ჩემთვის პირველი ან ნახე მე როგორი მანიაკი ვიყავი 18 წლის რო გავხდით ჩამოვწერე გეგმა 35 წლამდე წარმოიდგინე ანუ ამ გეგმაში რეები ეწერა იცი რომ ანუ სად არის ის პროცესი ანუ ეს გეგმა შევასრულე თან და ეხა ახალი გეგმა არის 45 წლამდე დაიწერა ეხა გეგმა ანუ ეს გეგმა როგორ შევასრულე იცი აი მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ ვარ გეგმის ტიპი და რაღაც აი რაღაც გეგმები მქონდა რომ აი ეხა ამას გავაკეთებ მე ვისწავლი მე მოხვდები რუსთაველის თეატრში მსახიობად აი ესე მიწერა რა მე გავხდები ესეთი მე გავაკეთებ ამას ვითამაშებ ბევრ ფილმში გავხდები ძალიან ანუ ოღონდ პოპულარობა არასდროს არ ყოფილა ჩემი მიზანი მაგრამ ვიშოვი ძალიან ბევრ ფულს რომელიც ვერ მოვახდინე მაგრამ ნუ კიდია ნუ ხო კარგად ვართ ჯერჯერობით გავაჩენ გავთხოვდები ამა და ამ დროს გავაჩენ ამდენ და ამ ასაკში გავაჩენ ამ შვილს ბიჭს ამ ასაკში გავაჩენ ამ შვილ გოგოს ანუ აი ეგეთი გეგმა ჩამოვწერე 38 წლიდან 35 წლამდე აი ეს გეგმა ჩამოვწერე და ბავშვი ყველაფერი შევასრულე მეც სამყარომას თუ რაც არ მანიფესტაცია ძალიან მაგარია თან წერილობით არის დიდებული ხალხი რო იცოდა და აი მიუყვებოდი ხო ხტები ერთი ის გეგმა მქონდა რომ აი ილიას დაფეხმძიმება რამ 3 თვით გამეწერა და ამაზე რა ამბავი ხდება აი გეგმას ავწდი თუ რაღაცა აი ეგეთი რაღაცები მჭირს მაგრამ თან რაღაცებში პოხუისტი ვარ რა და ქმართან დაშორების თემა მიმოქმედა შენზე რა კუთხით ანუ ხო შეიძლება რომ ძალიან იყავი არა რა მზად ბებერა არა უცებ არაფერი არ მოხდა ნახე ეს ისეთი თემა არის რომ მოკლედ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი იმიტომ რომ მეორე მხარეც არის და არ მინდა რომ ვანერვიულო მაგრამ არა ძალიან დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი და ბევრი წლის ფიქრი ბევრი წლის აწონ-დაწონვა იმის წარმოდგენა რომ არასოდეს არ წარმომედგინა რომ ოდესმე ოჯახით ამენგრეო და არასოდეს ეს პრომოში არ ჩასვა. და ჩვენ პრომო არ გააქვს. ხო და ანუ არასოდეს არ წარმოვიდგინე და მე მაგის გაანალიზება რომ ვაიმე და იმიტომ რომ ძალიან ცვლილებები მიჭირს რა. ანუ ნახე როგორი ანუ რა ჩანგლითაც ვჭამდი ბავშვობაში, იმ ჩანგლით სახში რომ მიდო, იმ ჩანგლით ვჭამხები ჩემი ანუ ცვლილებების მეშინია რა, აი ყველა კუთხით. აბსოლუტურად სახლის შეცვლით. აი ფოტოშოპში რო გავთხოვდი და წამოვედი სახში, მე სახში მივდიოდი, ჩემ დანგრეულ სახში ვიჯექე ერთი კვირა, იმიტომ რომ აი მიჭირს რა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ვარ, უკვე და ორი შვილი მყავს და ანუ ხო ხდები აი თან ისეთ ბევრ საქმეს ვარ შეჭიდებული აი ამ ცვლილებებმა აი მაგან მომიღო ბოლო აი ამ ფიქრებმა აი ამაზე ნერვიულობამ რომ აი ეს როგორ და რო გეშინია ყველაფერი აი ხა როგორ გაგზელდება რანაირად მოხდება აი ხა რა ვქნა როგორ წავიდე სად წავიდე ხო ხდები აი ყველაფრის ფიქრი ძალიან რთულია ეს არის კიდევ უფრო რთულია დაშორება კიდევ უფრო რთულია ანუ თანაცხოვრების პროცესში მიმდინარეობდა დაშორება არა ჩემი ფიქრები იყო ფიქრები დაშორება ფიქრები ამაზე ფიქრი ამაზე ამის აწონ-დაწონვა ეს არის ურთულესი ძალიან მძიმე პერიოდი რა აი ამ ყველაფერს როგორ უნდა გავუმკლავდე მაგრამ გამკლავების პროცესში ვარ ეხლაც რა მაგრამ ნორმა ყველაფერი კარგი რთულია ძალიან რთულია რა ორი შვილი რო გყავს თან მაგრამ მე ისიც რთულია რომ მოკლედ ეს ისეთი თემაა რომ ძალიან მტკივნეული თემაა მაინც ჯერ კიდე კი ნუ 8 თვე გავიდა ძალიან მტკივნეული თემაა ой 8 თვე გავიდა ხო მე შენ სახლიდან წამოვედიო და ქირით ვიყავიო რა თქვი ეს პირველი კატოზე ხო პირველი დაშორება ხო ეხა კატო ხო პირველი მაგრამ მაშინ უნდა ეს აი მაგ ხელა არა ეხა ესეთი ხო ეხა ხო ეგ რთულია გააზრებული გაცნობიერებული მე სადღაც მაგ წაკითხული რომ დაშორებიდან უნდა გავიდეს იმ დროის ნახევარი რაც ერთად ხართ ძალიან ბევრი უნდა გავიდეს ერთად იყავით რომ ბოლომდე დაივიწყო ადამიანი რა ემოციურად არანაირი ბიჭეჭულობა აღარ გქონდეს და აი კუნთებს კი არა სხეულსაც აღარ ახსოვდეს რა ხო ეგ ადამიანი კი საშინელება ძალიან ცუდია ამიტომ მე ყველა უბრალოდ მქონდა 6 თვიანი ხო რომ არ ვიცი მოკლედ ხა ეგ მეც წაკითხული მაქვს რომ რაღაც მაგრამ არ ვიცი რა არ ვიცი ასე არა ძალიან სპირიტუალიზმის და ეგეთ რაღაცა მე ყველაფრის ჯერა
რუნების წერა დავიწყე ხა. და საკმაოდ ძლიერი ძალა აქვს ჩემ დაწერილ რუნას. რუნების წერა რა არის? სპირიტუალიზმთან აფრიკანული რუნები არის ესეთი იეროგლიფები არის, რაც იწერ ხელზე, სხეულზე და რაც გინდა ის გამოდის. აი როგორ აგიხსნა. და თან ესე არ ინტერესდებიან ადამიანები თვითონ მოდის შენთან. ეხლა ჩემთან ვიგრძენი რომ მოვიდა. ჯადოა? არ არის ჯადო, კეთილი ჯადოა რა. მაგრამ ბოროტად თუ გამოიყენებ, ბოროტიც არის. იწერ ეს რუნები, აი ეხლა ძალიან დიდ დროს წაიღებს, მოკლედ ესე რუნები, ანუ არ ვიცი, უცებ საიდანაც დავინტერესდი ამ რუნებით. შეიძლება ხო ყველაფერი მანიაკალური მაინტერესებს. და ამ მანიფესტაციებით ძალიან ძლიერად და გამომსვლი, აი რაც დამიხატავს, ისე გამოსულა. და ეხლა ეს რუნები როგორ რაღაცეთ იწერ, ყველა რუნას აქვს თავისი ძალა. ფულის რუნა არსებობს, სიყვარულის რუნა არსებობს, ბიჭის რუნა არსებობს, გოგოს რუნა არსებობს, ამის მოზიდვის, იმის მოზიდვის, წარმატების. აი რუნა მიკეთია ეხლა. ეს მიკეთია სულ. ეს არის წინსვლის. და ნახე როგორ რაღაცაა. გიჟვეგონები ყოველას, ისაც გიჟვეგონები ყოველას, ეხლა საერთოდ გიჟვეგონები. ეს არის ნახე რაშიც გაკლია წარმატება, იმას გაძლევს. არ ვიცი, აი როგორ აგიხსნა რა. ჩემმა ეზოთერიკოსმა დამკიდა ეს. და მითხრა რომ თუ გაუქაჩაო ამასო. მაშინო, короче, არ მოიხსნაო, короче, გაუქაჩეო რა. ჩემ ადამ მაგალითად მოიხსნა. რატო? ვერ გაუქაჩა. აი, რას ნიშნავს ენერგეტიკულად? ენერგეტიკულად იწყება ცუდი სიზმრები. ნახე, იწყება, ანუ აი როგორც მარგალიტის ტარება არ შეუძლია ყველას, ნამდვილი მარგალიტის ტარება არ შეუძლია ყველას. არის რაღაცები, ქვები, რაღაც რუნები, რაღაც იეროგლიფები, რომელიც ყველას არ შეუძლია ენერგეტიკულად, ხვდები? აი, ნახე როგორ რაღაც, ანუ მერე უკვე გამოგივან. ანუ ჩემ ადამ ვერ გაუქაჩა, მოიხსნა ეგრევე, რაც დაკიდა ჩემმა ეზოთერიკოსმა, ყველაფერი დაიხსნა და გადაყარა, იმიტომ რომ არ შეეძლო. ერთი მეც მოვიხსენე, რომელიც უბრალოდ არაფერს არ მაძლევდა, ხვდები, უბრალოდ არ სიამოვნებდა. ამას გავუქაჩე, ოღონდ როგორ იცი, ცუდი სიზმრებით, თავის გაღვიძებებით, ანუ ძალიან ისეთი რაღაცებით, მაგრამ იმიტომ რომ მე სიზმრებში ცალკე ცხოვრება მაქვს, აი რაღაცებით გავუქაჩე რა და აი როგორც კი გავუქაჩე, იმის მერე აი ვერც ვიხსნი ამას რა. ანუ ეს არის რაღაც, არ ვიცი, საოცარი ძალა აქვს ამასაც და აი ამასაც. ეს მართლაც ასწავლებს საკეთებს. ეს ჯვარი. ეს სადაც არ უნდა წავიდეს, სადაც არ უნდა დავკარგო, მოდის. ანუ ეგეთი რამე არ ვიცი, არ გამიგე. მე კიდე ერთს გარეთ მოგიყვები თუ. ეს მეტყვი რომ იერუსალიმში ნაყიდი არის და ყველა სიწმინდეზე ნადებია და ანუ არ ვიცი, მართლა ესე გიჟია და ეს არის აი ზუსტად მე რო ვხსნი, აი რაში მომცემს წინსვლას, აი მე რა წინსვლას მომცემს რო გეკითხები. აი რაღაცა რაც გაკლია, რაღაც წინსვლა, რაღაც წარმატება იმას მოგცემს. და მომცა მართლა თეატრში ჩამოშორებული ვიყავი 4 წელი საერთოდ თეატრის გაგონება არ მინდოდა და ორ თეატრში ვთამაშობდი რუსთავის თეატრში არა ვთქვათ ორ თეატრში ვთამაშობდი ისე ჩემი ჭიის გასახარად უბრალოდ და აი როგორც კი დაიწყო მოქმედება ანუ მთელი შარშანდელი წელი ანუ თვეში ორი პრემიერა ვითამაშე მთელი შარშანდელი წელი წარმოვიდგინე ორი გიჟია თვეში ორი პრემიერა ორი კვირა გქონდა თვითონ ან ვერ აგიხსნი რა გადავიტანე მართლა 11 და 12 აი მაგალითად 11 და 12 ოქტომბერს ერთი სპექტაკლის პრემიერა და 13 და 14 ოქტომბერს მეორე სპექტაკლი. ანუ აინაზღაურა მთელი 4 წელი. ანუ 4 წელი რაც არ მიკეთებია თეატრში, ესე ხო? დატვირთულად ცოტა დაკიდებული მქონდა. ნუ მომეთ სეზონი არის 10 თვე. აი 11 თვე. დადებული ვიყავი, ეხა ეს მთელი წელი და ეხა დღეიდან დავიწყე ისევ გადება. მართლა. აი ხა მე მაგალითად ეს ორი ქვა გავიკეთე რა. ვიცი ეს ქვები. რომელიც ჩემი ჰოროსკოპისთვის ჩემთვის კარგია. შენ ხარ? კურო. კურო. ხო, და ცოტა რაღაცნაირად არ სიამოვნებს რა. გეკეთოს აი გაუქაჩე. კი, გაუქაჩე. ან თუ ვერ გიკეთია, შეიძლება მოვკიდო. აი კი. აი ხედავ, აი ჩვენ გვესმის ერთმანეთს, თქვენ ახლა გეცინებათ. თქვენ ახლა შენ ზიხარ და გეცინა. ენერგეტიკის კატიკა, მაგრამ ჩემი ენერგეტიკა ისეთი ძლიერი და ისეთი კარგია, თორე არ გაგიჩერდებოდი ამდენი ხანი. არა, ნახე, ეს არა ქვია, გეკეთოს ცოტა ხანი და თუ მოიხსნით, დროს ახლოს გქონდეს რა. აი სადმე ჩაიგდე, გეხმარება რამეში? თუ არ გეხმარება? გეხმარება რამეში? კი, მგონია რომ ეს ხვა მეც მაქვს, ეს ჩემი ქვაც არის, მიგდია ჩანთაში. რამეში ქვაძა? კი, ამას რა ქვია? კარ მახსოვს. მეც დამავიწყე ყველა ქვის სახელი, მაგრამ აი ეს ერთი მაქვს მოვარდისთვის მგონი ხო? მე რა შვება? მოქმედეს? რა ვიცი. მე შენ გინდა დღეს რუნები დაგაწერო? კი.
ანადოი მირეკავს, რომ ანადოის ეს რუნების წერა რომ დავიწყე რა, მე ანადოისაც ძალიან აინტერესებს ეგ. ანადოი მირეკავს, გეხოცები რა, უნდა დამაწერე. მეთქი დაგატა 3 დღეში მირეკავს, რომ ანუ ყვავილებით მოდიანო, ანუ ეგეთ რამას არ გამიგიაო. ძალიან ბევრს, ანუ ვისაც ჯერა ხა, ვისაც აჭრე ხა, მაგალითად ჩემ ერთ მეგობარს მარიამს ვაწერ და ანუ არაფერი არ გამოსდის, იმიტომ რომ პროსტა არ ჯერა რა. ან იძახის რომ ჯერაო, მაგრამ ნუ სადღაც კენწეროში არ ჯერა. და თუ გჯერა რაღაცა, აი ერთ წამში და ერთი პერიოდი ისეთი ის მქონდა, რა ქვია, ამ რუნებზე დამოკიდებულება, ვიწერს სულ. ტატუს არ ვიკეთებ, ანუ არ შეიძლება. რომ ანუ ბოლოს ერთმა გოგომ მირჩია, რომ ანუ ნუ იწერო ესეთ სიხშირითო რა, ძალიან არ არისო კარგი, აი მართლა დამოკიდებული ვიყავ, რომ აი ახლა ამას თუ დავიწყე, კარგად ვითამაშებ სპექტაკლს. ნახე, თავარია დაიწერო, ის წაიშალოს შეიძლება 15 წუთში, მაგრამ იმოქმედებს მაინც რა. რა მაგარია. აუ ძალიან მაგარი რამე დაგაწყვეტა. მე უკვე ხა ისე გავაფრენ, რომ ჩემ კომბინაციებს ვაკეთებ. და ტესტავ ამ კომბინაციებს, დაგაწერო, ჯერა, დაიჯერე, დაგაწერ. ხელი გამოგიშვი რა. გამიკეთე, დაგაწერ, აბარასთვის. ოღონდ ხალხო გიჟი არ ვარ, მაგრამ მე მიხდება და ჩემ მეგობრებსაც უხდებათ და ხა ვისაც გვიხდება დაგვანებეთ თავი. მე მჯერაგით რაღაცების ჩემი საუკეთესო მეგობარი იქაში მკითხაობს. ხო. და რა ვქნო ახლა აქვს ნიჭი რა გავაკეთო აი ვერაფერს ვერ იდამ ჯერა ყველას გჯერა იმიტომ რომ ყველას ყველაფერი უხდება და ტიპი ხედავს საოცრებებს მითხარ შენ ახლა დაიჯერე ბოლო პერიოდია თუ სულ თელი ცხოვრება გჯერა აი მეც ეგრე მანიაკალო ბავშვობაში იყო სულები და სულებს ვიზახებდით ჩვენ მე სულ და სულ რაღაცა გამომეხმაურებით ხავ აი ესე ველაპარაკებოდი მოკლედ აი სულ მქონდა მოთხოვნილება შენ ციფრით რა ხარ ციფრი რა არის 30 შენი ციფრი ჩემი ციფრი რომ მე 7-იანი ვარ. აი კი, ჩემი მეგობარი. მეუბნება რომ 7 არისო შენი. უეჭველი 7-იანი იქნები. აი უეჭველი 7-იანი იქნები. 7-იანებს აქვთ ეს რაღაცა წინა ცხოვრებაში ჯადოქრობები და რაღაცები და მიზიდულობა ამ ყველაფერს მიმართ. ყველაფერში 7-იანი ამომდის რა, აი რაც არ უნდა გამომიშალონ. 7-იანი ხარ ესე ამომდის. მე 7-იანი ვარ. ხო და აი ბავშვებიდან ეთყობა აი ეგ გვაქვს რა გვევასი. ილონ მასკიც გილოცავ. ხო? კი. ჩვენ 7-იანები ვართ. ილონ მასკი ცოტა დაქნეული ტიპია. მაგრამ გენიოსია მაინც, რაც არ უნდა დაქნეული იყოს, გენიოსია. თან ნახე როგორი რაღაცა აქვს, დალევა არ შეიძლება, რუნა რო გაწერია. ალკოგოლია? ალკოგოლი არ შეიძლება. მე დღეს ზაპოი თქვენ ახევარ. ეხა და მე უნდა ეს ან მე ეს ერთმა ეზოთერიკმა მასწავლა რაღაც რუნა ჭირდებოდა კომბინაცია. ხო, მაშინ ან ფეხებზე მკიდე, უნდა კითხავებში დავდიოდი, ხო, სიყვარულის საძებნელად კი არა. აი რაღაცა ამ ინტერესის გამო და ბიჭია. ძალიან საინტერესო ბიჭია და იმან მასწავლა ეს რაღაც კომბინაცია რუნას. ბევრი წლის წინ გეუბნები, მაშინ არ მყავდა შვილები, საერთოდ წარმოიდგინე. და ეს ფურცელზე დამიწერა ეს რუნა და ეს დღემდე მიდევს რა და ის ხო იცი ერთხელ დავიწერე რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე მივდიოდი და ეს კომბინაცია დავიწერე აი აქ იწერებოდა რა ყველას თავისი ადგილი აქვს აი აქ დავიწერე და გამბაბხილო რომ პროსტო დალევა თუ მოგიდება მოგდროს პროსტო გადიო და მოიშორეო რა არ დალიო აი მან დამთავრდა ეს ანუ არ დავინტერესებულ ხდები მან და შარშან წინ არა ვიტყვები შარშან ოღონდ აი სექტემბერში რა არ ვიცი საიდან დამეცა თავზე არ ვიცი ვერ ხვდები აი არ ვიცი საიდანაც ისტერიულად დამეცა თავზე და მე გადაღებაზე ვიყავი და ძალიან საინტერესო მეიქაპ არტისტი იყო მოსული გოგო რომელსაც ჰქონდა ეს ეშვები რა ესე ხო ეშვები რო გაკეთებული ესეთ ეშვები გრძელი ჭაღარა თმა ჰქონდა ნუ აი რაღაც არ ვიცი ჯადოქარი იყო რაღაცნაირი ძალიან კარგი ენერგეტიკით რა ხო და რა თქმა უნდა რომ მივხვდი რომ სადღაც სხვაგან არის ენერგეტიკულად ეგრევე მაგდას არ მეწერა რუნები ხო და მოუყევი რატო გრძნობ ეგეთ რაღაცებს არ ვიცი გრძნობ რა მე იცი რასაც გრძნობ აი ცუდი ენერგეტიკის ხალხთან ვერ ვჩერდები ეგრევე ვეცლები ხო გაგრძელებ აი ცუდად ხდები ისე კი არ ხდები ანუ ვეცლები და რაღაც ან პროსტ ცუდად ხდები რა თავი მტკივდება ანუ არსებობს რამდენიმე ადამიანი რომთან უბრალოდ ვერ ვჩერდები ვიღაცებისთვის მეც ენერგოვამპირი ვარ ვიღაცებისთვის აი ერთი ჩემ მეგობარი უბრალოდ ვერ მიკაჩავს მაგრამ მე ღამე რო წვება ან თავი ტკივდება ხა ალბათ შენც აგატკიე თავი მაგრამ ხო და აი ამ გოგომ ამიხსნა რომ ანუ ამ გოგოს მოუყევი რა ამ რუნების ამბავი რომ აი ესე რაღაც უცნაურად დავინტერესდი და ამ გოგომ მითხრა რომ არის რეინკარნაციაში წარმოიდგინე და იმიტომ რომ ეს ვიბრაციები არ დააგდოს არც ეწევა არც სვავს საერთოდ არაფერს არასწორს არიღებს, რომ ეს ვიბრაციები ქონდეს მაღალი, თავისი ტაროები ქონდა გამოგონილი, რომ და რა თქმა უნდა მე
შევაჯეგი რომ გამიშალი და რუნა თუ გაწერია ვერ გაგიშლი, იმიტომ რომ რუნა და ტარო ვერ მეგობრობენ. ერთხელ არ მაწერი არაფერი, გავაშლები და ამოთ თავისი ტარო გაქვს დამზადებული თავისი ტარო. რაღაც საოცარი გოგო იყო რომ ახსენდება მაჟრიალებ და მაშინ ვკითხავო ამ მასო რა ქვია ტაროს და ტარომ იო დაბრუნებისა რომ გაეშალა ჩემზე და ჩემზე არა, მაგრამ ნუ ჩემს ირგვლივ რა ხდება, ეგენი მელაპარაკა, მაგრამ კონკრეტულად ჩემზე არ მელაპარაკა რა. აი ძალიან გზნობა აი ესეთ ადამიანებს, მიყვარს ესეთ ადამიანებთან მეგობრობა. აი ვისაც ესმის ესეთ რაღაცა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დამცინიან. და მე ძალიან ჩაჭერილი მაქვს ამ ყველაფერზე და ძალიან ბევრ რაღაცაში მეხმარება პირადად მე. არ ვიცი ეს დაჯერება ამ ყველაფრის, მაგრამ ხო ხდება ის თუ გეხმარება ფიქრის ძალა იმ ხელა არის, რომ თუ გეხმარება რო გჯეროდეს რა მოხდა? აი არ დამცინიან ჩემი მეგობრები. მაგრამ რა ვქნა დამცინონ? ეს დავდივარ ხოლმე აქ ასხმული ეს ჩამოწერილი მაქვს ხოლმე. აქეთ ეს ჩამოწერილი მაქვს და მე ბლოკნოტი გავაკეთე, იმ ბლოკნოტში მაქვს ეს ჩაწერილი რა. რა გჭირდება იმისთვის, რომ ბოლომდე სრულფასოვნად სავსედი გრძნო თავი შინაგანად? არ ვიცი. სულ ნახევრად ანუ სულ რაღაცას ეძებ? სულ უკმაყოფილო ვარ, სულ რაღაცა იმის შეგრძნება მაქვს. აი როგორ თქვა? და უკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს. აი ყველა პრემიერის მერე მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ყველა მნიშვნელოვანი რაღაც მნიშვნელოვანი ამბების შემდეგ ყოველთვის მაქვს აი სულ რაღაც მაკლია, აი სულ რაღაც აი როდის აი სულ ფიქრობ რომ აი როდის ჩავისვითხავ და ვიტყვი რომ აი რა კარგია. იმიერში საყვარელი. იმიერში. არ მინდა. არა, მაქსიმალისტი ხარ. სხვა გზა არ არის. სულ ეგრე იქნება. სამაგიეროდ განვითარების პროცესი იქნება შენი მუდმივად. ნახოთ, არ ვიცი, უკვე ძალიან დიდი ვარ. მე რა? მაგრამ ეგეც მკიდია. ეხა ხო YouTube-ზე გადმოხვედი. კი, ორი გადაცემა მაქვს YouTube-ზე და კიდე ორი დამეწყება. ესე იგი. შენ მოხვალ ჩემთან სტუმრად? თუ დამპატიჟებ რა? კი, დაგპატიჟებ აუცილებლად. დამპატიჟებ. ჯერ შენ დამპატიჟე. ესე გამოვიდა მე მინდოდა შენ დამპატიჟებ, მაგრამ შემდეგ ეხა ვიწყებ ახალ სეზონს და მე დაგპატიჟებ. დამპატიჟე ხო? თან შენ. მაგრამ ჩემი ეგეთი მე ხო იცი მე კრეტინობები გაგაკეთებინა. ვიცი ხო, გეტყობა რა კრეტინი. არ კრეტინი, просто არ ვიმჩნევ. რატო არ იმჩნევ ხო? რატო არ იმჩნევ რო კრეტინი ხარ? ძალიან მაგრა ასწორებს კრეტინი. ანუ ახლა არ გამოგდის? ჩემი ძალიან კრეტინი ხარ. არა, ანუ არ გამორბის ხოლმე ეს რა და თუ მე შენ პრემიერაზე ვარ დამყოფი სპექტაკლში მყავ ხარ ნანახი. დოისთან ხარ? დოისთან აი პრემიერაზე რომელი ვიყავით შენ თამაშობდი და ძალიან მომეწონა. მართლა? მადლობა. ვიღაცა მითხრა რომ მოგეწონა. მართლა? ანა და იმითხრა. ხო, არ ვიცი, მე რაღაცა როცა მომწონს ყველას ვეუბნები. სხვებთანაც ვლაპარაკობ და საერთოდ გიჟდები რაღაცა რომ მომწონს, აი რომ არ ვიცნობ ადამიანს, რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად კომპლიმენტიც რა მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარს კომპლიმენტების თქმა ადამიანებისთვის, გიჟდები. ძალიან თავდაჯერებული ხარ და თან ეგ ეხლა ბოლო არ ვიყავი, ეგ მოვიდა. აი ნახე რა არის მაგარი. აი მიუხედავად იმისა რომ ჩემი თავი არ მომწონს, არ ვთვლი ჩემ თავს შესახედავ გოგოთ, პირიქით ვთვლი რომ საკმაოდ შეუხედავი ადამიანი ვარ, როგორც კი თავდაჯერებულობის პონტი, როგორ თქვა, აი დავიწყე ამაზე მუშაობა. აი როგორც კი მოვიდა თავდაჯერებულობა, ყველაფერი გამოდის საერთოდ. აი როგორ აგიხსნა რა? ხო. აი უბრალოდ ყველაფერი გამოდის. აი მე რო ამბობენ, რომ აი ახლა შენ ახლა ამას იმიტომ ამბობ, რომ გითხრან კომპლიმენტები. ანუ მაგას ვინც მეუბნება, ესე კარგად არ მიცნობს, იმიტომ რომ არა. ანუ გამორიცხულია საიდან, რა კუთხიდან ვინ უნდა მითხრას, რომ რუსკა შენ ლამაზი გოგო ხარ, ანუ არ არსებობს, უბრალოდ ვერ მივიღებ. უბრალოდ სადღაც 20 და რამდენი წლის ვიყავი? 25-26 წლის ვიყავი, საკმაოდ დიდი ვიყავი, რომ დავიწყე ამაზე მუშაობა. არა, ვიტყუები. უფრო დიდი ვიყავი. ანუ აქამდე ვიყავი საცოდაობა, ანუ ვერ ვდგავდი ძალიან ისეთ ნაბიჯებს, რა მიუხედავად იმისა, რომ გახსნილი ვარ ყველასთან რაღაცა. აი როგორც კი დავიწყე მუშაობა, რომ როდესაც გეწყვიან კომპლიმენტს, უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი ეგრე მადლობა თქვი, იმიტომ რომ აი ვიღაც უცხო ადამიანი რომ მოდის და მეუბნება რა ლავაც, არ ვარ ლამაზი, რატომ მეუბნებით ასე, აი ვიღაც უცხო ადამიანთან ვიწყებდი კამათს. ანუ ამაზე რომ არა ახლა თქვენ მატყუებდი, რატომ მატყუებდი? არა, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მე ბევრი კომპლიმენტი მითხრას. მართლა ესე, ანუ მართლა აი გულწრფელად ვთვლი რომ მატყუებს, ხვდები და უბრალოდ უნდა რომ მითხრას კომპლიმენტი და გულწრფელად არ ვიღებ ამ კომპლიმენტს არასდროს არავისგან რომ ლამაზი ვარ. ანუ ჩემი მეგობრებიც ამას ამბობენ, რომ ახლა შენ ამას ამბობ, რომ იმიტომ რომ გითხრა ლამაზი ხარ. ანუ არა, გამორიცხულია, მატყუებ.
ანუ მაგას ვერავინ ვერ დამაჯერებს, მაგრამ არსებობს, მაგრამ თავდაჯერებულობა, როგორც კი მოვიპოვე, ყველაფერი გამოდის. და მადლობას ვარ უშნოდათ თავდაჯერებული, ჰა? მადლობასაც ამბობ. მადლობას ვეუბნები ყველას ყოველთვის სამყაროს ჩათვლი და ღმერთით დამთრავლებული სულ მადლობას გავიძახი. მერტო მადლობა, გეუბნებოდა რა ლამაზი ხარო, ეუბნებოდა. ჩემი ყოფილი ქმარი არ მეუბნებოდა რა ლამაზი ხარო. ანუ აზრი არა აქვს რა, ვინც არ უნდა მითხრას ლამაზი ხარო, არ მივიღებ. ვიღაცას ხო შეიძლება მართლა ველამაზებოდა, მაგრამ არ მივიღებ. აუცილებლად. შეიძლება ახლა ჩემი გამომწერი ინსტაგრამზე გუშინ მე და მაგარი უნდა განახო სადაც. ანუ ეგეთ რა არ გაგიგიათ ხო მომაწოდე ეს ტელეფონი. დავდე და მე ინსტაგრამზე ვღადაობ რა ჩემი რუბრიკა მაქვს ხალხო და ვკითხულობ ხოლმე ამ რაღაც საოცრებებს რომ წერენ. მაგათ ვიღადავები რა. ო მინდა რომ წაგიკითხო უბრალოდ რა მომწერა. მოგთხოვ არ მქონდეს წაშლილი რა. ხო ნახე რას წერს. გთხოვ სწორად გამიგე ვიღაცას. არ ვიცი როგორ ახსნა. აი ისეთი მახინჯი ხარ, რომ ძალიან ლამაზი გამოდიხარ. არაფერი არ გაქვს ლამაზი საერთოდ, მაგრამ ულამაზესი გამოდიხარ. ვერ ხსნი, თან მახინჯი ხარ, თან ლამაზი. ვერ გავიდი. აი ამას. დამანებეთ თავი, ვიცი რაც ვარ, როგორიც ვარ და რას წარმოვადგენ. თავდაჯერებულობა, ყველაფრის წამალია, საერთოდ ყველაფრის გასაღები. თავდაჯერებულობა. მე ერთ რაღაცას გეტყვი. მითხარი, აზრი არ აქვს, ხა იმას თუ იტყვი, აი საერთოდ არ მივიღებ და იტყუები. კაი, მითხარი, მიდი. არ ვიტყუე. კაი, მიდი. შენ გაქვს ერთი უმნიშვნელოვანესი კოზირი, რაც ვერ აქვს მსახიობების უმეტესობას. ეს არის შენი იდენტობა, რომელიც როგორ გაგაჩნია, იცი? რომ რუსკა მაყაშვილის რაღაცა პატარა ეს რაღაც რო შექმნა პატარა ჩანახეთ, ყველა მიხვდება რუსკა მაყაშვილი, იმიტომ რომ შენ გაქვს შენი რაღაცა ნაკვთები, რომელიც აი არც მახინჯი ვარ და თანამედროვე ხედავ. გაუნიკალურებს რა. ყველა ადამიანი უნიკალურია. კი, მესმის, ყველა ვართ უნიკალურები, მაგრამ შენ კიდე რაღაცა გააქვს რა, შენი უნიკალურობა. მართლა ძალიან დიდი მადლობა. რამდენი მაქენ ანკა შენ? წარმოუდგენელი ტანი გააქვს. წარმოუდგენელი ტანი არა ის. მართლა. არა, გეხვეწებ. ეხა ამაზე ნუ გამელაპარაკები. მორჩი გთხოვ, ცუდად ხვდები. მე ცუდად ხვდები. აზრია. ხალხო იცით რა ვქნათ? ვაფშე ყველამ დავწეროთ რომ არის ულამაზესი. არა, აზრი არა. ცუდად გახდეს. არა, არ დაწეროთ. აი თუ გინდათ რომ ცუდად გავხდე, ეგ არ დაწეროთ. წერეთ, რასაც წერთ ხოლმე. არ მოგწონს. რა არ მომწონს? კომპლიმენტები. ლამაზი რო ხარ? ლამაზი რო ხარ? არ მომწონს, არ მჯერა. ანუ ხო არ აფრენ, ანუ სარკე. ანუ აი, არ მინდა ვაფშე, არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი. იძახეთ სიმართლე. თავდაჯერებულობა. აი, მე ეგ მომწონს თავდაჯერებულობა. აი, ხო შეუძლია ძალიან ლამაზ გოგოს შემიძლია მოვერიო ძალიან ბევრ რამეში ამ ჩემი მახინჯის სახით. აი, გეუბნები მე. დედას ფიცორთ მახინჯის სახე ქონდეს და ეგრე ნუ ლაპარაკობს საკუთარ თავზე, რუნებს იწერს, ხალი? და საკუთარ თავს რამხელა შეურაცხყოფას აყენებს. მახინჯი არ ხარ. მარტივია, სიმართლის მიღება, საკუთარი თავის მიღება. მე ჩემი თავი მიღებული მყავს. ძალიან ჩვეულებრივად, მაგრამ ის რომ ვიღაცა მოვა და მეტყვის რუსკა ძალიან ლამაზი ხარო, არ მივიღებ მაგას. მიუხედავად ანუ სხვა გემოვნება გაქვს, პროსტა შენ გემოვნებაში არ ჯდები შენ. კი, არ ჯდები არანაირად ჩემ გემოვნებაში, არც ერთი წამი. ხო, დრაც ისე უნიკალურად. მადლობა, არ ვიცი. ცუდად ხვდები ეგეთ რაღაცებს, ნუ მეუბნები. მე ძალიან მიყვარს კომპლიმენტების თქმა, თან ისეთი მე მიყვარს ხობს რო ვეუბნები, მე რომ მეუბნები არ მიყვარს. მეც მიყვარს ხობს რო ვეუბნები, რა გავაკეთო? მადლობა. თან მართლა ძალიან კაი ტანი გაქვს, კაი. მადლობა. სახეთქვიშე. მე ახლა წავედი. სად მიდიხარ? მე აღარ მინდა რუსკასთან ლაპარაკი, მე მინდა რომ უნდა დავაწეროს. დავაწერე ხარ უნას. რა გინდა მოდ გააჩნია? მოვჩი, პაგა, ნახვამდის.